ყველა ადგილზე ის სხვანაირად გამოიყურება. ზოგიერთ ადგილზე ბოლო საჭმლის ულუფას აძლევენ, ზოგან კი ბოლო წუთამდე არ ეუბნებიან თუ როდის უნდა დასაჯონ სიკვდილით. და იცით რა არის ყველაზე საშინელი? სიკვდილი არა, როცა კვდები ხომ ვერაფერს იგებ. სული შემძვრელი მისი მოლოდინია. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ სხვადასხვა ქვეყნების სიკვდილით დასჯის მეთოდებსა და წესებს. ზოგიერთი ქვეყანა სასიკვდილო ინექციას ირჩევს, ზოგიც ელექტროსკამს და იშვიათ ქვეყნებში კი დღემდე ისმის გამაყრუებელი სროლის ხმა ერთდროულად 12 ცეცხლსასროლი იარაღიდან. თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. დავიწყოთ. ამერიკაში სიკვდილით დასჯა არის სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც მოქმედებს როგორც ფედერალურ დონეზე, ასევე 27 შტატში, თუმცა პრაქტიკა და ინტენსივობა მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონების მიხედვით. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს კონსტიტუცია არ უკრძალავს სიკვდილით დასჯას, მაგრამ მერვე შესწორება კრძალავს ულტრამკაცრ და არაჰუმანურ სასჯელს, რის გამოც მეთოდები, პროცედურები და სტანდარტები მკაცრად რეგულირდება. უმრავლესობა შტატებისა და ფედერალური ხელისუფლება სიკვდილით დასჯას იყენებს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკის ან დამამძიმებელი გარემოებებით, მასობრივი მკვლელობა, ბავშვების მკვლელობა, პოლიციელზე ან ოფიციალურ პირზე თავდასხმა, ტერორიზმი და დამანგრეველი დანაშაულები, რომლებიც ითვლება კაპიტალურ დანაშაულად. კანონის მიუხედავად პრაქტიკაში სიკვდილით დასჯა ძალიან იშვიათია, რადგან პროცესს უამრავი იურიდიული ზღვარი და სტანდარტი აქვს. როდესაც ბრალდებული სასამართლოში წარდგება, საქმე განიხილება ნაფის მსაჯულთა მონაწილეობით, რომელიც ორ ეტაპს გადის. ჯერ ადგენენ დამნაშავეობას, შემდეგ განსაზღვრავენ სასჯელს და მსჯელობენ, აკმაყოფილებს თუ არა დანაშაული იმ კრიტერიუმებს, რომლებიც სიკვდილით დასჯას ამართლებს. განაჩენის შემდეგ იწყება ხანგრძლივი და რთული სააპელაციო პროცესი, რომლის მიზანით შეცდომის შესაძლებლობის შემცირებაა. სასჯელის გამოტანიდან მის შესრულებამდე საშუალოდ 15-დან 25 წლამდე გადის. ამ პერიოდში საქმე არაერთხელ ბრუნდება სასამართლოებში, განიხილება ფედერალურ და შტატის დონეებზე, მოწმდება ახალი მტკიცებულებები, სასამართლოების კანონმდებლობის ცვლილებები, შემავსუბუქებელი გარემოებები და სხვა ფაქტორები. არსებობს ასევე habeas corpus-ის პროცედურები, რომლებიც საშუალებას აძლევს მსჯავრდებულს გაასაჩივროს სასჯელი კონსტიტუციური საფუძვლობით. ბოლო ეტაპზე შტატის გუბერნატორს აქვს შეწყალების ან სასჯელის შეცვლის უფლება, ხოლო ფედერალური საქმეების შემთხვევაში პრეზიდენტს. ყველაზე გავრცელებული მეთოდია ლეტალური ინექცია, რომელიც მიჩნეულია ადმინისტრაციულად ყველაზე სტანდარტულ პროცედურად, თუმცა ზოგ შტატს კანონით დამატებული აქვს სხვა მეთოდებიც, როგორიცაა ელექტროსკამი, გაზის ინჰალაცია, მსროლელთა ჯგუფიან ჩამოხრჩობა, მაგრამ ისინი გამოიყენება იშვიათად და ხშირად მხოლოდ მსჯავრდებულის არჩევით. თუ ინექციასთან დაკავშირებული პროტოკოლები ან მედიკამენტები ხელმისაწვდომი არ არის. სხვადასხვა შტატში განსხვავდება არა მხოლოდ მეთოდები, არამედ პროცედურული წესები, მაგალითად სად შეიძლება დასწრება, რომელ პირს აქვს უფლება იყოს ოთახში, როგორ ინახება ჩანაწერები, რამდენად საჯაროა ინფორმაცია, რა უფლებები აქვს მსჯავრდებულს ბოლო დღემდე და როგორ ხდება პროცესის მონიტორინგი. ამერიკის უმაღლესი სასამართლო პერიოდულად განიხილავს სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებულ საქმეებს და განსაზღვრავს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რის გამოც პრაქტიკა დროთა განმავლობაში იცვლება. მაგალითად, სასამართლომ აკრძალა სიკვდილით დასჯა არასრულწლოვანთა მიმართ, ასევე შეზღუდა მისი გამოყენება არასასიკვდილო დანაშაულებზე. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დასჯა ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ მოქმედია, მისი გამოყენება მცირდება და ბევრ შტატში ბოლო წლებია არავინ დაუსჯიათ, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ნებადართულია. მთლიანობაში ეს არის პროცედურა, რომელიც ამერიკაში აღიქმება როგორც ძალიან რთული, იურიდიულად დატვირთული, მტკიცებულებებზე ორიენტირებული და მრავალი დაცვის მექანიზმით გაერთიანებული სისტემა, სადაც თითოეული ნაბეჯი მკაცრად განსაზღვრულია იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული შეცდომა და დაცული იყოს კონსტიტუციური უფლებები. ჩინეთი. ჩინეთში სიკვდილით დასჯა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და ფართოდ გამოყენებად სამართლებრივ სანქციას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსით არის დადგენილი და გამოიყენება ქვეყნის მასშტაბით ცენტრალური მთავრობის კონტროლით. ჩინეთის კანონმდებლობა სიკვდილით დასჯას განსაზღვრავს როგორც სასჯელის ყველაზე მაღალ ფორმას, რომელიც შეიძლება მიესაჯოს როგორც ძალადობრივ, ასევე ზოგ შემთხვევაში არაძალადობრივ, მაგრამ სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით სახიფათო დანაშაულებზე. ჩინეთის კანონით სიკვდილით დასჯა გამოიყენება ისეთ დანაშაულებისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, ტერორიზმი, დიდმასშტაბიანი ნარკოტიკებით ვაჭრობა, კორუფციის და ქრთამის უკიდურესად მაღალი დონე, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ქვეყნის საფრთხე, დიდი ოდენობით თაღლითობა და სხვა მძიმე დანაშაულები. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანები და ორსული ქალები დაცულ ჯგუფებად მიიჩნევიან და
მათზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება, დანარჩენ შემთხვევაში კანონი საკმაოდ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რის გამოც გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს სამართლის შეფასებას და სახელმწიფოს პოლიტიკურ მიდგომას. პროცესი იწყება იმით, რომ საქმე პირველადი განაჩენის შემდეგ გადის რამდენიმე აუცილებელ საფეხურს. ჩინეთში ყველა სიკვდილით დასჯის განაჩენი სავალდებულოდ უნდა გადამოწმდეს უმაღლეს დონეზე. ეს არის ჩინეთის სახალხო უზენაეს სასამართლო, რომელსაც საბოლოო ბეჭდის დასმის უფლება აქვს. სანამ განაჩენი შევა ძალაში, საქმე ხშირად გადაეცემა სხვადასხვა ინსტანციას, სადაც მოწმდება დამადასტურებელი მასალები, პოლიციის გამოძიების სისწორე, პროკურატურის გადაწყვეტილებები, ადვოკატების არგუმენტები და პროცედურული წესების დაცვა. სამართლიანობის სტანდარტები ფორმალურად არსებობს. მაგრამ პრაქტიკაში ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია სვამს კითხვებს მისი გამჭვირვალობის, ადვოკატებზე ზეწოლის, აღიარების მოპოვების მეთოდებისა და პროცესის სისწორის შესახებ. ჩინეთში მოქმედებს ბაზისური პრინციპი, რომლის მიხედვითაც სიკვდილით დასჯა უნდა გამოიყენებოდეს რეჟიმის სტაბილურობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. ამიტომ მისი გამოყენება ხშირად პოლიტიკურ კონტექსტათაც არის მოხსენებული. სიკვდილით დასჯის მეთოდები ჩინეთში წლების განმავლობაში იცვლებოდა. ისტორიულად გამოიყენებოდა რამდენიმე მეთოდი, მაგრამ თანამედროვე ჩინეთში ოფიციალურად დაშვებული და ყველაზე გავრცელებული ფორმები არის ლეტალური ინექცია და სროლით შესრულებული განაჩენი. ბოლო წლების სახელმწიფოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ლეტალური ინექცია უფრო სტანდარტიზირებული, ადმინისტრაციულად გამართული და თანამედროვე მეთოდია, რის გამოც ის უფრო და უფრო ხშირად ჩნდება პრაქტიკაში. ჩინეთის კანონმდებლობა ასევე ადგენს, რომ სიკვდილით დასჯის რიგ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს 2 წლის გადავადება, რაც ნიშნავს, რომ მსჯავრდებულს უსჯიან სიკვდილით დასჯას, მაგრამ მისი შესრულება 2 წლით ხდება შეჩერებული. თუ ამ პერიოდში მასზე დადებითი შეფასება კეთდება, სასჯელი შეიძლება გარდაიქმნას გაუსაძლის თავისუფლების აღკვეთად. ეს მექანიზმი ოფიციალურად განიხილება როგორც საზოგადოებრივი გამოსწორების შანსი, იმ შემთხვევებში, როცა დანაშაული მძიმეა, მაგრამ უშუალოდ დასჯის მაქსიმალური ფორმის გამოყენება სასამართლოსთვის ბოლომდე გამართლებულად არ მიიჩნევა. პროცედურა და სამართლებრივი პროტოკოლი მკაცრად რეგულირდება, თუმცა სახელმწიფოს კონტროლის სიმძლავრე და ინფორმაციის შეზღუდულობა იწვევს იმას, რომ სიკვდილით დასჯის სტატისტიკა ჩინეთში სახელმწიფო საიდუმლოდ რჩება. ოფიციალური მონაცემები არ ქვეყნდება, ხოლო საერთაშორისო შეფასებები ეფუძნება არაპირდაპირ წყაროებს, სასამართლო საქმეების მონიტორინგ, რეგიონულ ცნობებს და ადამიანის უფლებათა აქტივისტების გათვლებს. ჩინეთის ოფიციალური პოზიცია არის ის, რომ სიკვდილით დასჯა აუცილებელია მძიმე დანაშაულთან ბრძოლისთვის და მისი არსებობა მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, ხოლო კრიტიკოსები ამბობენ, რომ პროცედურის არასრულად გამჭვირვალე სტრუქტურა შეიძლება ქმნიდეს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს. ირანში სიკვდილით დასჯა წარმოადგენს შარიათის და ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთ უმაღლეს და ფართოდ გამოყენებად სანქციას, რომელიც გამოიყენებოდა როგორც ძალადობრივ, ასევე ზოგ შემთხვევებში არაძალადობრივ, მაგრამ რელიგიურ სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან ან საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებულ მძიმე დანაშაულებზე. ირანის სამართლებრივი სისტემა შედგება 3 ნაწილისგან: სახალხო სასამართლოები, რევოლუციური სასამართლოები და უზენაესი სასამართლო, რომლებიც განსაზღვრავენ ემთხვევა თუ არა საქმე იმ კატეგორიებს, რომლებიც სიკვდილით დასჯის გამოყენებას ამართლებს. სიკვდილით დასჯა ირანში შეიძლება დაენიშნოს ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა განზრახ-მკვლელობა, ტერორიზმი, ფართომასშტაბიანი ნარკოტიკების ტრაფიკინგი, იარაღით ვაჭრობა, სახელმწიფოს წინააღმდეგ დესტრუქციული ქმედებები, ჯაშუშობა, ქურდობის განმეორებითი მძიმე ფორმები, გაანგარიშებული თაღლითობა, ბავშვებზე ძალადობის მძიმე კატეგორიები და ისლამური კანონით აკრძალული ქმედებების რიგი შემთხვევები. განაჩენის გამოტანის შემდეგ საქმე შესაძლებელია გადავიდეს აპელაციაზე უზენაეს სასამართლოში, სადაც მოწმდება პროცედურული წესების დაცვა, მტკიცებულებების საკმარისობა და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება. ირანში სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი სპეციფიკური ასპექტია ის, რომ განაჩენის ნაწილი საჯაროდ ქვეყნდება, თუმცა დეტალური სტატისტიკა, რამდენი განაჩენი გამოიტანეს და რამდენი აღასრულეს, ოფიციალურად სრულად არ ქვეყნდება და საერთაშორისო ორგანიზაციები ოპერატიულ ინფორმაციას არასრულად იღებენ. ირანში სიკვდილით დასჯის მეთოდების არჩევანი კანონის მიხედვით დამოკიდებულია დანაშაულის ტიპზე. დამავდროულად სამართლებრივ კატეგორიაზე. ყველაზე ფართოდ გამოიყენება ჩამოხრჩობა როგორც ადმინისტრაციულად სტანდარტიზირებული და პროცედურულად განსაზღვრული ფორმა, თუმცა კანონით არსებობს სხვა მეთოდებიც, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებული კატეგორიის დანაშაულებისთვის და მკაცრად რეგულირებულ გარემოებებში.
არასრულწლოვანთა მიმართ სიკვდილით დასჯა ფორმალურად აკრძალულია საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, მაგრამ პრაქტიკაში არსებობს დებატები იმაზე, თუ რა ასაკში ითვლება ბრალდებული სრულწლოვნად ისლამური კანონით, რაც ზოგჯერ იწვევს საერთაშორისო კრიტიკას. მთლიანობაში ირანის სიკვდილით დასჯის სისტემა არის მკაცრად შარიათზე მიბმული და ცენტრალიზებული სახელმწიფო და რელიგიური სტრუქტურების ერთობლივ კონტროლზე დაფუძნებული მოდელი, სადაც დანაშაულის კატეგორიზაცია, სასამართლო განხილვა, გადაწყვეტილებების გადამოწმება და განაჩენის საბოლოო მოსმენა რეგულირდება მკაცრი იურიდიული და რელიგიური წესებით, ხოლო კონკრეტულ საქმეებზე საბოლოო სიტყვა რჩება სახელმწიფოს და ზოგ შემთხვევაში მსხვერპლის ოჯახსაც კი. საუდის არაბეთი. საუდის არაბეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სიკვდილით დასჯა დღემდე კანონიერად გამოიყენება და ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი იურიდიული საფუძველი მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლური მოდელისგან, რადგან პირდაპირ ეფუძნება ისლამურ სამართალს, შარიათს, რომელიც ყურანს, ჰადისებსა და ჰანბალიტური სამართლის სკოლის ინტერპრეტაციას ეყრდნობა. ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი დაწერილი სისხლის სამართლის კოდექსი. განაჩენი შეიძლება განსხვავდებოდეს საქმის გარემოებებისა და მოსამართლის ხედვის მიხედვით. სიკვდილით დასჯა გამოიყენება მძიმე დანაშაულებისთვის, რომლებიც შარიათის მიხედვით მიიჩნევა უდიდეს ცოდვად და საზოგადოებრივი წესრიგისთვის სერიოზულ საფრთხედ. ასეთ დანაშაულებს შორისაა განზრახ-მკვლელობა, ტერორიზმი, სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ნარკოტიკების კონტრაბანდა და დიდი ოდენობით გავრცელება, გაუპატიურება, შეიარაღებული ძარცვა, ღალატი და ზოგიერთ შემთხვევაში რწმენის უარყოფა ან ღვთისგმობა. მკვლელობის საქმეებში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქისასის პრინციპი, რომლის მიხედვითაც მსხვერპლის ოჯახს აქვს უფლება მოითხოვოს სიკვდილით დასჯა, მიიღოს ფულადი კომპენსაცია ან სრულად აპატიოს დამნაშავეს, რაც ხშირად განაჩენის შემსუბუქებას ან გაუქმებას იწვევს. საუდის არაბეთის თანამედროვე სახელმწიფო 1922 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ სიკვდილით დასჯა სამართლებრივი სისტემის ნაწილად დარჩა. რადგან ქვეყნის დამფუძნებელი აბდულ აზიზ იბნ საუდი სახელმწიფოს გაერთიანებას მკაცრი რელიგიური წესების საფუძველზე ახორციელებდა, სადაც კანონის დარღვევა მკაცრად ისჯებოდა საზოგადოებრივი სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მე-20 საუკუნის განმავლობაში სიკვდილით დასჯა აღიქმებოდა როგორც დანაშაულის პრევენციის ეფექტური მექანიზმი და ღვთიური სამართლის აღსრულობა. ბოლო წლები ქვეყანამ დაიწყო გარკვეული რეფორმები საერთაშორისო იმიჯის გასაუმჯობესებლად, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის სიკვდილით დასჯის შეზღუდვა და ზოგიერთი დანაშაულის ამოღება სასიკვდილო სასჯელის კატეგორიიდან, თუმცა პრაქტიკაში ეს ინსტიტუტი კვლავ ფართოდ გამოიყენება. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები საუდის არაბეთს ხშირად აკრიტიკებენ დახურული სასამართლო პროცესების, აღიარებების მიღების მეთოდებისა და სამართლის ფართო ინტერპრეტაციების გამო. თუმცა ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დიდი ნაწილი სიკვდილით დასჯას რელიგიის, ტრადიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის ბუნებრივ ნაწილად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ მკაცრი სასჯელები ამცირებს დანაშაულს. ეგვიპტე. ეგვიპტეში სიკვდილით დასჯა კანონიერია და ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემის ოფიციალურ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა მისი სამართლებრივი საფუძველი განსხვავდება საუდის არაბეთისგან, რადგან ეგვიპტე ფორმალურად სეკულარული სახელმწიფოა და სამართალი ძირითადად ეფუძნება დაწერილ სისხლის სამართლის კოდექსს, ხოლო შარიათი გამოყენებულია როგორც სამართლის ერთ-ერთი წყარო, განსაკუთრებით ოჯახებსა და მორალის საკითხებში. სიკვდილით დასჯა გათვალისწინებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, რომელთა შორისაა განზრახ-მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით, ტერორიზმი, შეიარაღებული თავდასხმები სახელმწიფოს წინააღმდეგ, სამხედრო დანაშაულები, სახელმწიფოს ღალატი, მასობრივი ძალადობა, ციხიდან გაქცევისას ჩადენილი მკვლელობა და ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე ნარკოდანაშაულებიც. ეგვიპტეში სიკვდილით დასჯის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამოქალაქო ან სამხედრო სასამართლო, თუმცა საბოლოო სიტყვა ეკუთვნის ქვეყნის დიდ მუფთის, რომელიც განაჩენს რელიგიურ იურიდიულ თვალსაზრისით განიხილავს და გასცემს საკონსულტაციო დასკვნას. თუმცა მისი მოსაზრება იურიდიულად სავალდებულო არ არის და საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც სასამართლო იღებს. თანამედროვე ეგვიპტეში სიკვდილით დასჯის პრაქტიკა განსაკუთრებით გააქტიურდა 2013 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა, ტერორისტული თავდასხმები და უსაფრთხოების საკითხები გამწვავდა, რის შედეგადაც სასამართლოებმა ერთდროულად ასობით ადამიანის მიმართ გამოიტანეს სასიკვდილო განაჩენი, რაც საერთაშორისო მასშტაბით მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ეგვიპტეს აკრიტიკებენ მასობრივი სასამართლო პროცესების, ადვოკატებთან შეზღუდული წვდომის სწრაფი განაჩენისა და სამხედრო სასამართლოების გამოყენების გამო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სამოქალაქო პირებს. ისტორიულად სიკვდილით დასჯა ეგვიპტეში გამოიყენებოდა ჯერ კიდევ მონარქიის პერიოდში, ხოლო რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ იგი განიხილებოდა როგორც სახელმწიფოს ავტორიტეტისა და უსაფრთხოების დაცვის ინსტრუმენტი, განსაკუთრებით პოლიტიკური ძალადობის პირობებში.
მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში პერიოდულად მიმდინარეობს დისკუსია სიკვდილით დასჯის შეზღუდვის ან გაუქმების შესახებ, ხელისუფლება მას აუცილებელ ზომად მიიჩნევს ტერორიზმისა და მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად. საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში გაყოფილია. ერთი ნაწილი სიკვდილით დასჯა აღიქვამს როგორც სამართლიან პასუხს მძიმე დანაშაულზე, ხოლო მეორე ნაწილი მას ხედავს როგორც პოლიტიზებულ და რეპრესიულ მექანიზმს. საბოლოოდ ეგვიპტეში სიკვდილით დასჯა წარმოადგენს მკაცრ, მაგრამ ინსტიტუციურად ჩამოყალიბებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც ფუნქციონირებს სახელმწიფო უსაფრთხოების, პოლიტიკური სტაბილურობისა და სამართლებრივი ტრადიციის გადაკვეთის წერტილში. მავრიტანიაში სიკვდილით დასჯა კანონიერად არსებობს, თუმცა პრაქტიკაში უკიდურესად იშვიათად გამოიყენება და ქვეყანას ხშირად მოიხსენიებენ როგორც დე-ფაქტო მორატორიუმის მქონე სახელმწიფოს. მავრიტანია ისლამური რესპუბლიკაა და მისი სამართლებრივი სისტემა აერთიანებს ფრანგული კოლონიალური სამართლის მემკვიდრეობას და შარიათის პრინციპებს, განსაკუთრებით სისხლის სამართლისა და მორალური დანაშაულობის სფეროში. სიკვდილით დასჯა გათვალისწინებულია მძიმე დანაშაულებისთვის, როგორცაა განზრახ-მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით, ტერორიზმი, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეერაღებული ქმედებები და ასევე აპოსტაზია, ანუ ისლამის დატოვება, რაც მავრიტანიას უნიკალურ პოზიციაში აყენებს საერთაშორისო კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ აპოსტაზია კანონით ისჯება სიკვდილით, 2018 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა პროცედურა მნიშვნელოვნად გაართულა და ფაქტობრივად გამორიცხა სასჯელის აღსრულება, რადგან დამნაშავეს ეძლევა მორანიებისა და რწმენაში დაბრუნების შესაძლებლობა, რის შედეგადაც სიკვდილით დასჯა აღარ გამოიყენება. ბოლო დადასტურებული სიკვდილით დასჯა მავრიტანიაში განხორციელდა 1987 წელს, რის შემდეგაც სასამართლოები პერიოდულად გამოიტანენ სასიკვდილო განაჩენებს, მაგრამ ისინი არ სრულდება და მსჯავრდებულები, როგორც წესი, ხანგრძლივ პატიმრობაში რჩებიან. ქვეყნის ხელისუფლება ოფიციალურად არ აცხადებს სიკვდილით დასჯის გაუქმებას, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკაში მავრიტანია მიიჩნევა სახელმწიფოდ, რომელიც სასიკვდილო სასჯელს პრაქტიკულად აღარ ახორციელებს. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები ქვეყანას აკრიტიკებენ სიკვდილით დასჯის კანონში დატოვების გამო, განსაკუთრებით რწმენასთან დაკავშირებული დანაშაულების ნაწილში, თუმცა ამავე დროს აღიარებენ, რომ პრაქტიკაში მისი გამოყენება შეჩერებულია. ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი დამოკიდებულება არის ორაზროვანი. რელიგიურად კონსერვატიული ნაწილი სიკვდილით დასჯას შარიათის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, ხოლო უფრო ურბანული და განათლებული ფენა მის გაუქმებას უჭერს მხარს. საბოლოოდ მავრიტანიაში სიკვდილით დასჯა წარმოადგენს იურიდიულად მოქმედ, მაგრამ პრაქტიკულად შეჩერებულ ინსტიტუტს, რომელიც დგას რელიგიური ტრადიციის, კოლონიალური სამართლის მემკვიდრეობის და თანამედროვე საერთაშორისო ზეწოლის გადაკვეთის წერტილში. ერაყში სიკვდილით დასჯა გაიზარდა ბოლო ათწლეულებში პოლიტიკური არასტაბილურობის და შეიარაღებული კონფლიქტების ფონზე. ერაყის სამართლებრივი სისტემა ფორმალურად სეკულარულია და ეფუძნება დაწერილ სისხლის სამართლის კოდექსს, თუმცა პრაქტიკაში მასზე მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ისლამური სამართლის პრინციპები, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მორალისა და უსაფრთხოების საკითხები. სიკვდილით დასჯა გათვალისწინებულია ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა განზრახ-მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით, ტერორიზმი, მასობრივი მკვლელობები, შეიარაღებული აჯანყება, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, სამხედრო დანაშაულები და ზოგიერთ შემთხვევაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული მძიმე დანაშაულიც. სადამ ჰუსეინის რეჟიმის პერიოდში სიკვდილით დასჯა ფართოდ გამოიყენებოდა როგორც პოლიტიკური კონტროლისა და დაშინების ინსტრუმენტი, ხოლო 2003 წლის შემდეგ რეჟიმის დამხობის მიუხედავად ეს სასჯელი გაუქმებული არ ყოფილა და პირიქით, ტერორიზმთან ბრძოლის სახელით მისი გამოყენება კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. განსაკუთრებით ხშირი გახდა სასიკვდილო განაჩენები ისლამური სახელმწიფოსთან დაკავშირებული საქმეების ფარგლებში, სადაც სასამართლოები ერთდროულად ასობით ადამიანს უსჯიდნენ სიკვდილს, რაც არაერთხელ გახდა საერთაშორისო კრიტიკის საგანი. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები ერაყს აკრიტიკებენ სწრაფი და არასაკმარისი გამჭვირვალე სასამართლო პროცესების, აღიარებებზე ზედმეტი დამოკიდებულობების, იურიდიული დაცვის შეზღუდვისა და წამების შესახებ ბრალდებების გამო. თუმცა ერაყის ხელისუფლება ამ პრაქტიკას ამართლებს როგორც აუცილებელ ზომას ქვეყნის უსაფრთხოების და ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ. საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში მკვეთრად პოლარიზებულია. ერთი ნაწილი სიკვდილით დასჯას აღიქვამს როგორც სამართლიან შურისგებას ტერორიზმისა და მასობრივი ძალადობისთვის, ხოლო მეორე ნაწილი მას ხედავს როგორც არაეფექტურ და არასამართლიან მექანიზმს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ვერც სამართლიანობას და ვერც გრძელვადიან სტაბილურობას. მთლიანობაში ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა, თუ კი მოგეწონა, აუცილებლად გამოიწერე არხი. დაალაიქე ეს ვიდეო და დაელოდე შემდეგს. დროებით.